ქართველი ქალები დიდ ავიაციაში. სხვა ქალებისგან განსხვავებით მფრინავები გვია. ჩვენცოტანი ვართ. მიმინო და ორი გოგონა, რომლებიც მალე სამოქალაქო პილოტები გახდებიან. გავბედო და ჩაგიჯდეთ. მარიკა ბაგურაძის სიუჟეტი თელავის აეროპორტიდან. ეს ტელემედია თქვენ პანორამას უყურებთ. ისრაელში არავის უკვირს მეომარი ქალები, ბევრ ქვეყანაში ქალები მძიმე ტექნიკას მართავენ ან ტრამვაის მძღოლები არიან. ზოგი ამბობს, რომ არსებობს კაცის და ქალის საქმე, ზოგიც ფიქრობს, რომ პროფესიას სქესი არ აქვს. პანორამამ საქართველოში სამოქალაქო ავიაციით დაინტერესებული ორი გოგონა აღმოაჩინა. მათი ცხოვრება და ფრენები თელავის აეროპორტიდან მარიკა ბაკურაძემ გადაიღო. ქალების ნახვა საჭესთან თუ ტაქსის მძღოლად უკვე მივეჩვიეთ. არმიაც მოძველებული თემაა. დროთა განმავლობაში გამონათქვამის სუსტი სქესიც ნელ-ნელა ეჭვის ქვეშ დადგა, მაგრამ დიდ ავიაციაში წამსვლელი ქალები ჯერ კიდევ ეგზოტიკაა ჩვენთვის. სტატისტიკურად მსოფლიო მასშტაბით პილოტთა უმრავლესობა ჯერ კიდევ მამაკაცია, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როცა მფრინავ ქალთა სახელებს ქვეყანა განსაკუთრებით უფრთხილდება. თუნდაც მეზობელი თურქეთი, სადაც სიდიდით მეორე ქალის საბიჰა გოგჩენის სახელი ქვია. მფრინავი ქალები საქართველოშიც ყავდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იყვნენ ქალი მფრინავები, სამხედრო მფრინავები, ვისაც აქვს ცის და ჰაერის სიყვარული, მოდიან სიამოვნებით და ფოთაშორის კარგ შედეგებსაც აღწევენ. დაახლოებით არის 80% შეფარდება ბიჭი მფრინავების და გოგო მფრინავების 90%-ზე. რასაკვირველია, ჯანმრთელობა მოეთხოვება პილოტს 100%-იანი ჯანმრთელობა. ამასთანავე ისეთი თვისებები, როგორიც არის კომუნიკაბელურობა, სხარტი და სწრაფი აზროვნება, სხარტად გადაწყვეტილების, სწორი გადაწყვეტილების სხარტად მიღების უნარი. მაგდა და ნადიას სახელები ჯერ საავიაციო უნივერსიტეტის ჟურნალს არ გაცდენილა, მაგრამ ის უკვე საინტერესო ფაქტია, რომ ქართულ რეალობაში სამოქალაქო პილოტობა მხოლოდ ამ ორმა გოგონამ გადაწყვიტა. 21 წლის სტუდენტები საავიაციოს მეოთხე კურსზე სწავლობენ. 3 წლის განმავლობაში მათ თეორიული კურსი გაიარეს. ფრენის დრო კი ახლად დადგა, როცა გეგმის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში 150 საათიანი სავალდებულო ფრენა უნდა შეასრულონ. ჯერ ინსტრუქტორის დახმარებით, შემდეგ კი უკვე ინდივიდუალურად. როგორია, რა შეგრძნებაა, როცა მიფრინავ? ხო, ამისთვის ჩააბარეთ და სწავლობთ, ხო? მაგრამ სანამ ჩვენ თვითონ არ განიცდი ამას, რავი, აუღწარელია ნამდვილად. ან მაგარია, მართლა რაღაცეთი გრძნობა, რომელსაც სხვას ვერ შეადარებ ნამდვილად, რავი. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ რახან ამ პროფესიის ადამიანები ხართ, სხვა ქალებისგან უფრო გამორჩეულები იქნებით? განსხვავებული ქალბატონები. კი, ალბათ, ასე გთვლიან. გთვლიან კიდევ. აი, რატო? არის. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ქალებისგან განსხვავებით მფრინავები გვია. ჩვენცოტანი ვართ. რამდენიმე თვეა უკვე დაფრინავთ. შეეჩვიეთ თუ ჯერ კიდე არის ნერვიულობის მომენტი? შევეჩვიეთ, მაგრამ ყოველთვის უნდა იყო მაინც დაძაბული რაღაც მომენტში, იმიტომ რომ დიდ ყურადღებას მოითხოვს ფრენა და რავი, ზოგადად შევეჩვიეთ, რა თქმა უნდა. გავბედო და ჩაგიჯდეთ? რა თქმა უნდა. თქვენთან ერთად რომელი იქნებით პირველი? წამოდი, აბა ვნახოთ. You seem to know which way to go. You seem to know the answers we left untold. Do you know? So bringing back memories of feelings that I should have told.
ოფიციალურად მათ სპეციალობას საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაცია ჰქვია. საავიაციო უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სულ 14 სტუდენტია. მათგან კი ეს ორი გოგონა, რომლებიც დიპლომის აღების შემდეგ სამოქალაქო პილოტები გახდებიან და რეგულარულ რეისებს ჩაიბარებენ. უკვე რამდენიმე თვეა მომავალი მფრინავები თელავში, საავიაციო უნივერსიტეტის აეროპორტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და სწავლობენ. დროდ მინდოდა და მაგიტო. თუმცა სახში არ მიშვებდნენ და პირველ კურსზე გადავყავდი კიდე სხვა ფაკულტეტზე. მარტო ეს იყო რაც მაინტერესებს, სხვა არცად არ მინდოდა ჩაბარება, საერთოდ არცად არ მინდოდა და პირველი კურსანტები ვარ ჩვენ, იმით აქ მოვედით და დავიწყეთ ფრენა. ჩაუბრალოდ გვაქვს ჩვენი ოთახი, სამზარეულო, უბრალოდ დიდი დავფრინავთ, შემდეგ ფრენის შემდეგ გვაქვს თავისუფალი დრო. მეცადინეობთ, ლექციებს ვატარებთ ხოლმე. Ну, რა ვიცი, ძილ თავი გავერთოთ როგორც შეგვიძლია ამ პირობებში. ისე სამზარეულო ჭამა, დაძინება, ძინავს ძილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ უნდა გეძინოს კაცრად 8 საათი მაინც, თორემ ფრენა არ შეიძლება ის. გოგონები დიპლომს ზაფხულში აიღებენ. შემართება დიდი აქვთ და აპირებენ დროულად ჩაება ნამდვილი პილოტების ცხოვრების რეჟიმში. ასე რომ, უახლოეს ხანში თუ თვითმფრინავში ჩასხდომისას ბორტზე ან ნადია, ან მაგდა მოგესალმებათ, იცოდეთ, რომ თქვენი უსაფრთხოება ამ გოგონების ხელშია.